მედიის წარმომადგენლებზე, როდესაც მიდის საუბარი, უნდა აღნიშნოს, რომ აი მზია ამაღლობელმა რაც იკადრა, როდესაც ობსტრუქციები მოაწყვეს აჭარაში და სახეში გააწნა სილა აჭარის პოლიციის უფროს ირაკლი გებუაძეს. არ ვიცი, აი როგორ შეიძლება ამ ყველაფერს მერე უწოდო რაღაცა გარკვეულწილად, რომ ეს არის უკანონო და ეს არის პოლიტპატიმარი. ან ძალიან კარგად იცოდა ამ ადამიანმა, რომ კამერები იღებდნენ და სპეციალურად გააკეთა ეს მეგობრებო, იმიტომ რომ იცოდნენ, ამაზე მიდიოდნენ, რომ ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ უკანონობაში ჩადიოდა, უნდოდა რომ აი ესე დაეჭირათ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა მან, რომ ამას არავინ არ აპატიებდა და დღეს აგორებული არის მთელი კამპანია იმის წინააღმდეგ, რომ ეს არის პოლიტპატიმარი. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა კონგრესის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეც პრეზიდენტ ტრამპის თანაგუნდელი ბათუმელების დამფუძნებლის გათავისუფლებას ითხოვს. დასავლეთში სოლიდარობას უცხადებენ თბილისსა და ბათუმში ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებულ პირებსაც და რეჟიმს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მზია ამაღლობელი უმკაცრესად კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და უნდა იქნეს გამოკეტილი ციხის გისოსებში, იმიტომ რომ ის ვინც პოლიციაზე აღმართა ხელი და ეს დაუჟელი არ დარჩა, ხვალ და ზეგ არც ერთი პოლიციელი არ დაგიცავთ თქვენ. თუ ჩვენ ამათ შევაჩვიეთ იმას, რომ პოლიციელებს სახეში უნდა ურტყან, ხვალ ეს პოლიცია მეგობრებო არ დაგიცავთ. თუ ჩვენ მოსამართლეების შეურაცხყოფა გავატარეთ, ხვალ არც ის მოსამართლე არ აღასრულებს სამართალს. ამათ ეს უნდათ, რომ აი ჩამოიშალოს ეს ქვეყანა. და მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო აჭარის პოლიციის უფროს ბატონ ირაკლი გებუაძეს. ეს არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც არის ნამდვილი პროფესიონალი და მე ვერ მივცემ უფლებას, რომ ვინმე ჩემს ქვეყნის კანონის დამცვას აი ესე სილები, ესე სახეში უთავაზოს ხელი. ეს ქალი არის დასაჯელი და ჩემთვის გაუგებარია. აი ამ ყველაფრის შემდგომ გამოდიან ეს ჟურნალისტები და ამბობენ, რომ ეს პოლიტპატიმარია მზია ამაღლობელიო. სტანდარტი სიტყვა შეგვიძლია ამოვიღოთ ლექსიკიდან და ხმარებით. აღარ არსებობს სტანდარტი. არავითარი გაბიტაშვილი, გომელაური, გებუაძე და ეგეთი ტიპები. არსებობს ამ ქვეყანაში ივანიშვილი, ვიდრე ივანიშვილის დიქტატურა არ შეიცვლება, არც ერთი ჩვენგანი, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი დემონსტრანტი, არც ერთი ადამიანი, რომელიც რუსულ რეჟიმს აპროტესტებს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის რუსიფიკაციას, არ არის დაცული. ეს არის ბოლო ჯამის მოსამართლეების კატეგორია, რომლებიც არიან კლანის ეგრეთ წოდებული ჩმორები. ბოდიში აი ამ სიტყვებისთვის მათი ვირთხები, რომლებიც დატოვებენ ამ პოზიციებს, გამობძანდებიან ამ შენობიდან ძალიან მალე. დამნაშავეები არიან გარეთ, პატიოსანი ადამიანები არიან ციხეში. ეს არის დიქტატურის დამახასიათებელი ფაქტორები, როგორც დიქტატურა მოქმედებს. ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ დიქტატურისა და დემოკრატიის ბრძოლას. ამ ბრძოლაში დემოკრატია, ანუ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად. აღარ არსებობს საქართველოს ინსტიტუტი. ეს არის კოლაფსი. ამათ ჩვენ არაფერი ქვეყანა კი არაფერი არ უნდა ანდოს. ქალბატონ მზია არის მორიგი პირადი პატიმარი ბიძინა ივანიშვილის. ეს პოლიცია არის ნაწილი დიქტატურის. ის ასრულებს დღეს დიქტატურის პირად ბრძანებებს. ეს პროკურატურა არის ამ დიქტატურის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უკეთებს მას სამართლებრივ უზრუნველყოფას. ეს მოსამართლე არის ამ დიქტატურის ნაწილი, ისევე როგორც ყველა სხვა მოსამართლე, აი ბაბილონში შეკრებილი მთელი корпуსი. ყველას ფუნქცია არის დღეს ერთადერთი, რომ დაიცვან დიქტატორი და გააძლიერონ დიქტატურა, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა, რომელიც პირდისპირ დღეს იჯდა მზია ამაღლობელი. მარტო შიშველი ხელებით და მარია რესას ციგნით, ხო? აი იმ ციგნით და იმ სულისკვეთებით დაამარცხებს მზია ამაღლობელი ბიძინა ივანიშვილი. როგორ შეიძლება ეს პოლიტპატიმრად იქნას შეფასებული ადამიანი, რომელიც სახეში ურტყამს პოლიციას? და აი სასამართლო გუში რო ჩატარდა, გუშინ მაინტერესებს ერთი, იცით, აი ადამიანები, ეს გელამთივლიშვილი, ეს ჟიჟილაშვილი, რომლებიც ყიროდნენ და პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ესეც არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეთ. განსაკუთრებით აი ეს ჟიჟილაშვილის შეძახილები, რომელიც ემუქრება პოლიციას და ქვეყანას დაგასრულებთო.
და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ გაქვს დარჩენილი თვეები, დღეები და ეს რეჟიმი ჩამოიშლება უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხელით, ჟურნალისტების ხელით, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანას არ დავანებებთ ამ ვირთხებს, ამ რუსეთის მონებს. თუმცა ეს გელამთივლიშვილის ყვირილი ბოლო ხმაზე სასამართლო პროცესი. თქვენ ხალხი ხართ, თქვენ ჩინოვნიკები ხართ. თუ თქვენ ხელფას როგორ გიხდით, ხამად შეგერგოთ. ჩემი 24 მე ვფიქრობ, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. ერთი სიტყვაც არ შეიძლება კანონის დამცველის წინაშე ესე გატარებული იქნას რეაგირების გარეშე. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა სახეში გაარტყან პოლიციას თუ დედას აგირებ. და როდესაც გვესმის ჩვენ ამერიკელი სენატორის მხრიდან რომ თურმე ეს უნდა და თურმე ამაღლობელი უნდა განთავისუფლდეს, ეს უკვე ნათელია რაც მოხდა. პოლიციას აი ამ ირაკლი დგებუაძე სილა მართლა ამაღლობელმა კი არ გააწნა. სილა გააწნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ ამაღლობელის ხელით. იმ ყველაფრის უკან რაც ხდება ქვეყანაში დგას ამერიკის შეერთებული შტატები. აი ეს ცეცხლის წაკიდება პარლამენტზე, ეს პოლიციელებზე შეურაცხყოფა, ყველაფრის ამის უკან დგას, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები.